საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით პაიჭაძესთან ერთად. მოგესალმებით კონსვენტ პიკის საათ სტუდიაშია დავით პაიჭაძე, ჩვენი სტუმარი ამზარ ჭკერნაია, ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. გამარჯობა, მადლობთ რომ მოვიდეთ ჩვენთან. პიკის საათი. აქტუალური დღის წესრიგი, სასარგებლო ინფორმაცია, ახალი ინტერპრეტაციები, აზრთა მრავალფეროვნება. საღამოს პიკის საათი. დავით პაიჭაძესთან ერთად. სამშაბათ დღეებში 17 საათსა და 5 წუთზე. ტალღაზე FM 102.4. დავიწყოთ პიკის საათი, ჩვენი კოორდინატები დასაწყისში FM 102.4 ეს არის ჩვენი სიხშირე, რადიო 1.G ჩვენი მისამართი ინტერნეტში, ხოლო ჩვენი ტელეფონებია 240 919 240 922. ჩვენ სტუმარს შეგახსენებთ, ეს არის ამზარ ჭკერნაია, საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. ჩვენ გვინდა შევხედოთ დღეს რთველს ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ეკონომიკურ ასპექტებს ამ ამბისა დაერთო პოლიციურიც ინციდენტი, ეს უთო თქვენ იცით დღევანდელი ინფორმაციიდან, მაგრამ ეს არა ჩვენი საუბრის მიზეზი. დღეს ჩვენ გვინდა შევხედოთ და ჩავწუდეთ, რატო შეიქმნა ეს ვითარება, რაც შეიქმნა, როცა უკმაყოფილოა ყველა. უკმაყოფილოა ყურძნის მომყვანიც, მე ვენახე, არ მინახე კახელი გლეხის ხსენება, მაინც და მაინც მე ვენახე უკმაყოფილოა. დიდი კმაყოფილება აქვს მთავრობას არ ეთყობა, იმით რისკეთებაც უწევს. ღვინის ქარხნებიც ასევე არ არიან ბედნიერები იმით, რომ მათ ამ მოსავალს თავაზობენ და ხა არ მგონია რომელიმე განსაკუთრებით განწყობილი მოქალაქის გარდა, რომელსაც ასეთი ვითარება შეიძლება უხაროდეს, ვინმე კმაყოფილი იყოს. მოდი, როგორც დავპირდეთ, გავანალიზოთ ეს ვითარება ეკონომიკური თვალსაზრისით. შევერაღებელი თვალით რო შეხედო, აკეთებ დასკვნას, რომ არის ყურძენი, რომლის ყიდვა არავის არ უნდა. ხო, ან იმდენის ყიდვა არ უნდა. მოდი ვთქვათ, ყურძენი ბევრია, ჭარბწარმოება და ამიტომ არ ყიდულობენ, თუ ყურძენი უხარისხო. არა, ჩვენ ჯერ თავიდან ცოტა ფილოსოფიურად დავიწყოთ. დავიწყოთ. თალეს ახება კახეთში ყურძნის მომყვანგლეს, მაგრამ ჩვენ როგორი ქვეყანა გვინდა? ჩვენ რას ვაშენებთ? ვაშენებთ სოციალიზმის კრახი ელოდება, თუ ვაშენებთ თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანას? ან თავისუფალ ეკონომიკის. არა, მე ზუსტად ვიხმარე, თავისუფალ დემოკრატიულ ქვეყანას ზუსტად ვიხმარე. არ შემშლია სპეციალურად, იმიტომ რომ ვინ არის დემოკრატიის მშენებელი ადამიანი? ის ვისაც საკუთრება აქვს. ეს საკუთრება იქნება ერთი ცალი აქცია General Motors-ის, თუ ეს იქნება ერთი გექტარი ვენახის ბაღი, თუ ეს იქნება რაღაც კიდე ქონება, რა არ აქვს შოუ. ანუ დემოკრატიას აშენებს ადამიანი, რომელსაც აქვს დასაკარგავი, რომელსაც აქვს ქონება, რომელსაც აქვს თავისი პროფესია, ჩაულოს ფულს და მას უნდა თავისუფალი საზოგადოება, რომ ასპარეზი იყოს პირველი. კონკურენტუნარიანი, რაც დემოკრატია აუცილებლად კონკურენტუნარიან გარემოს ნიშნავს, იმიტომ რომ დიქტატურის დროს კონკურენცია არ არსებობს. დიქტატორია მთავარი, გვაქვს ჩვენ ნათელი მაგალითები ვთქვათ, ჩვენს მეზობლად სხვაგან, თუ ჩვენ წინა სიტუაციაში, რომ ჩვენ ერთი კაცი წვიტავს ყველაფერს, იმისია საკუთრებაც იმას მიაჩნია. სხვადასხვა ძალიან კარგი იყო ეს თურქმენეთში. ბიუჯეტიც კი იმის უფროსის პირადი ანგარიში იყო შვეიცარიაში და ბევრ არაბულ ქვეყანაში დღემდე, მათ შორის გაერთიანებულ ემირატებში, ბიუჯეტი არის შეიხის პირადი ანგარიში და ის ანაწილებს. ეს საკუთრებული უფრო მეტიც გეტყვით, რომ აქედან გამომდინარე, დემოკრატია სჭირდება მეწარმე, რომელიც უკვე ნიშნავს თავის თავში რისკის აღებასაც, მოგების მიღებასაც და პროფესიულ ნიცსაც, იმიტომ რომ ის კერძო მესაკუთრეა თუ მეწარმეა თუ ადამიანი, რომელიც გამოთვლი ბიზნეს განაგებს, იმის პროფესიონალია, რახან აკეთებს და ბაზარზე არის. ძალიან შორი გზა გამოვიარდა, მოვედი აქამდე, რომ თუ გვინდა ჩვენ ესეთი ქვეყანა, რომელიც მოთხოვს, რომელიც იდეურია უკვე, იმას უნდა ღია გამჭვირვალე ეკონომიკა, არაფორმალ მართლობა არ უნდა, აბსოლუტურად ღია ყველაფერი. ესეთი საზოგადოება ააშენებს დემოკრატიას. თუ ესეთი საზოგადოება არ იქნება, ძალით ნაშენები დემოკრატია.
საშინელება და მაგის მაგალითები იგივე არაბულ ქვეყნებში კარგად გვაქვს. დემოკრატია, სხვადასხვა კომუნისტებს სახელი ქონდა დემოკრატიული ქვეყანა, რომელიღაც ბევრი კომუნისტური ქვეყანა დემოკრატიული სათავეში გქონდა, ხო? აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი საქართველოს აშენება დემოკრატიული, ჩვენ უნდა გადავიდეთ საბაზრო ეკონომიკაზე. თუ საბაზრო ეკონომიკაზე გადავდივართ, იქ მარტივია ძალიან, მოთხოვნა მიწოდების მიხედვით ხდება ბაზაზე ფასის ჩამოყალიბება. კი, ჩვენ არა ვართ ახლა ცაში დაბადებულები, ჩვენ ვიცით რომ ქვეყანა გარდამავალ ეტაპზეა, ჩვენ ვიცით რომ აბსოლუტურად მივდივართ იქ რაც თქვი, მაგრამ ამ ეტაპზე გარკვეული მხარდაჭერა, თუნდაც ელემენტარული მხარდაჭერა სახელმწიფოს უნდა გქონდეს მეწარმეს არ შეუძლია გარეთ ბაზის დარეგულირება, მეწარმეს არ შეუძლია სტიქიასთან ბრძოლა დაშინება საკმაოდ დიდი და აი როცა გარკვეულ მხარდაჭერას ახსენებთ, რითი უნდა გამოიხატებოდეს ეს მხარდაჭერა? აი მაგას ვამბობ. რას უჭერდეს მხარს და რის მხარდაჭერისგან თავს იკავებდეს, მაშინ ეგეც აქ ლაპარაკი იმაზე, როცა საერთაშორისო დონეზე გავდივარ და სოფლიო ბაზრის ნიუანსებზე და გადანაწილებაზე ლაპარაკი სახელმწიფო უნდა შეეროს და დაეხმაროს თავის წარს ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება როცა არის, ხო? როცა ელემენტარულად ეკონომიკური პოლიტიკა შეუძლია ხელი შეუწყოს ზოგადად ბიზნესის განვითარებას, იქ სახელმწიფო მთავარი კომუნიკაციურ საკითხებში სახელმწიფო მთავარი და რა თქმა უნდა სტიქურუბედუროში რაღაც სასწავლო მოხდება, იქაც სახელმწიფო მთავარი, თუმცა ჩვენ ვიცით და კატრინას და ამერიკის მაგალითი დღემდე იკვლევენ, მიიღო თუ არა ამერიკის მთავრობა სწორი და მიიღო თუ არა მაქსიმალურად გადამწყვეტი ზომები, როცა კატრინა მოხდა შეერთებულ შტატებშიც კი. ამიტომ აქედან გამომდინარე სახელმწიფო პირველ ნაბიჯში გადადგა რომ სამი უკმაყოფილო მხარე მივიღეთ, თქვენ კარგად თქვით, სახელმწიფომ გაიღო ზედმეტი ხარჯები, რომ მას არ ქონდა გათვალისწინებული, უკმაყოფილო ამიტომ რომ ზედმეტი ხარჯი დახარჯა, გლეხი უკმაყოფილო რომ მას კომპენსაციის საკითხ მხოლოდ 35 თეთრს თავაზობენ და ეს უკმაყოფილო ვინ ძლიერდება, რომ მიწოდება ყურძნის 200,000 ტონამდე რო ელოდებიან, დიდია ძალიან და აპრიორი ნიშნავს, რომ დაბალი ფასი იქნება შესაძლებელი. მეღვინეები უკმაყოფილოები არიან იმითი, რომ რუსეთში რეცესია სერიოზული, ამიტომ პირველი ფულის ამოღებაც ჭირს თუ გაიტანთ და იმათ არ მიაქვს საქმე, კიდე ჩაუწვეთ. შაშანდელი ჩაწოლილია, ხო, ნაწილი, დიდი ნაწილი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფია გაიზარდა, ჩინეთიდან და ფილიპინებიდან დაწყებული, ამერიკიდან თორებული, რაოდენობრივად ძირითადად ჩვენი ღვინო მიდის მხოლოდ რუსეთში. უკრაინას და ყაზახეთიც არის ძალიან მხოლოდ რუსეთში. როცა დაკეტილი იყო რუსეთის ბაზარი 2006 წლიდან, აი ბოლო დრომდე ხო, 2012 წლამდე მაინც 2013-მდე. მაშინ ეს ღვინო სად მიდიოდა? ასად. თქვენ შეგიძლიათ არც კეთდებოდა? არა, თქვენ შეგიძლიათ დინამიკა ნახოთ. დინამიკა ნახოთ, რომ თუ არ მახსოვს წელი 2006 წელი ამ სტუდიაში 2006 წელს კი განვიხილეთ, მაშინ 80 მილიონი ბოთლიდან 60 მილიონი ბოთლი იყო რუსეთში წასული. აი მახსოვს აი სტუდიას მახსოვს მაშინ და აქედან გამომდინარე არსად არ მიდიოდა, ძალიან ძნელია ღვინის ბაზარზე შესვლა. ჯერ ყველანაირი ბაზარზე შესვლა ძნელია. არსად არ მიდიოდა, იწარმოებოდა მაინც თუ არც იწარმოებოდა? იწარმოებოდა ძალიან ცოტა. მარაგები იყო, თუმცა არსად არ მიდიოდა ეს. ძალიან ცოტა გადიოდა ყაზახეთში, ძალიან ცოტა, როგორც ახლა გადის. უფრო მეტი დინამიკა ახლა ყაზახეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში, არც ევროპაში ეს ელემენტარული არჩევანი ჩაითვალოს რამე დიდ ნაკადი. უფრო მეც გეტყვით რომ მაშინ რუსეთში იყო ემბარგო, მაგრამ ეკონომიკის დონე საკმაოდ მაღალი უკრაინაში, ყაზახეთში. დღეს ყაზახეთში საშინელი სიტუაცია ტრიალებს. ეკონომიკურად? რა თქმა უნდა, იქ ტენგი გაუფასურდა, დევალვაცია 60%-იანი ეკონომიკის ყველა სფეროში პრობლემა. მithumet აზერბაიჯანის სერიოზული პრობლემა, უკრაინაში იცით თუ რაც ხდება და არ დავამატებ, ანუ ამ ქვეყნებშიც კი პრობლემაა, სადაც ადრე მიდიოდა, ხო, გადიოდა. ამიტომ არცადაც არ მიდიოდა, თქვენ ნახოთ დინამიკა, რაოდენობრივად 80 მილიონი ბოთლიდან ჩამოვარდა 15 მილიონი 12 მილიონი ბოთლამდე. ეს იყო უზარმაზარი ვარდნა. რა თქმა უნდა, ხარისხი გაუმჯობეს და ხუმრობდნენ კიდევაც რუსები უასწავლეს ემბარგოს გამო ღვინის გაკეთება. აქედან გამომდინარე, იცით როგორ არის? ყველა უნდა რეალური თვალებით უყურებდეს ცხოვრებას. სახელმწიფოს მეტი ფული არ აქვს, რომ კომპენსაცია მეტი გადაუხადოს, მე გლეხისაც მესმის, რომ დასეტყვილ ყურძენს საერთოდ რო იბარებენ, მე მგონი დიდი რა შეიძლება გამოიყვანო დასეტყვილი ყურძნიდან? ალბათ არა, არ ვიცი, ღვინის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ არა კი ალბათ მე ესე მგონია, იმიტომ რომ ეს რო ნახოს ვიღაცა, მე თქვა ხასპის სისტემაზე ალაპარაკო, დასავლეთის
ზოგადად ბიზნეს კონტროლის ორგანოები რომ ესეთ ყურძენიდან გვინოს ვაკეთებთ, შეთორეთ ქართული გვინოს კაით გაარელოდება. ამიტომ აქედან გამომდინარე 5 თეთრად თუნდაც მაგის მიტან მანქანის ხარჯებს ვერავნაზღოროს გლეხს და ისინიც წოდები არიან. ამიტომ უნდა მოხდეს მოლაპარაკება გარკვეული შუალედური რგოლი რომ ეს რაც არის რეალობა არსებულ მოსავლეს რაოდენობას მოთხოვნილ ყურძენსა და სახელმწიფო საშუალებებს შორის იქ უნდა გადაწყვეტს. ახლა ამის გზის გადაკეთვა და ვენების გადაჭრა ნამდვილად არ უშველეს, იმიტომ რომ გულწრფელად გეუბნებით, აქ უკვე ამას აუცილებლად პოლიტიკურ ელფერზე გადაყვანა მოუწევს და არც გლეხების ჯგუფება კაი და არც არავის. მე შაშან მახსოვს რომ ძალიან გაყოფილები იყვნენ. შაშან სხვა ვითარება იყო. შაშან სახელმწიფო ფული მისცა ქარხნებს. საბიუჯეტო ფული მისცა ქარხნებს, რომ თქვენ იყიდეთ ამ ფულით მევენახეებისგან ყურძენიან და ამათაც თვითონ მევენახეებს. მაინც უყოფილოა შაშან რომ მისცა ქარხნებს იყო ლაპარაკი რომ ბიზნეს აფინანსებთ. გლეხები ძალიან გაყოფილები იყვნენ, ბევრი ახლა ვისგანაც გამოგონი. კარგი შემოსავალი ისე როგორც თხილის მევატრონები, რა თქმა უნდა, თხილი 10 ლარი გიდა შაშან, იმიტომ რომ ესეთი იყო სოფლის ბაზრის კონიუნქტურა. წელს ნამდვილად 5 ლარზე მეტი არ ეგერება თხილი, ხო? ამიტომ ჩვენ ამაზე აჯანყდა ბაზარია, წუროს 10 ლარი, მე რომ გითხოთ, კოშმარი ფასია თხილისთვის. მე რომ ეს პირველი ხელიდან შესაძლებელი ფასი. რა თქმა უნდა. მე რომ გარჩეული თხილისთვის. კი, მე რომ ახლა აბსოლუტურად ყურძენი დიდი დოლარია გასაგებია ყველაფერი, მაგრამ აქ ჩვენ რეალურად უნდა შევხედოთ სიტუაციას, როცა მეტი გაკეთება სახელმწიფოს არ შეუძლია. ხვალ შეიძლება თქვენ მანდარინო მოგთხოვოთ იგივე დოტაცია და დოტაციას საქართველოს ვერ უძლებს, თურქეთი უძლებს. ისიც გარკვეულ რეგიონებში, ხო? ჩაი დოტაციური, ლევე დოტაციური. მეორე რამზანეთ? ლევე. სტრატეგიული პროდუქტი. ლეღვი? ზეთისხილი, ბანანი, სოფლის მეურნეობა თურქეთში დოტაციური. მაგრამ ეს იმიტომ რომ მას უზარმაზარი ექსპორტული ექსპორტის ბაზარი დაპროფილი ევროპაში. და უფრო მეტიც თან დევალვაციას რა დევალვაციასაც ახლა ახორციელებს ლიგრის დევალვაცია. ამიტომ უზარმაზარ ხარდაჭერას უკეთებს იმ დიდ სეგმენტს, ექსპორტის სეგმენტს, რაც თურქეთს გააჩნია. ანუ სხვა პოლიტიკა გამუზარმაზარ ქვეყანას. შესაძლებლობებით სხვა. კარგი, მე ვიკითხე დასაწყისში, თქვენ ხართ, რომ უფრო ფართო კონტექსტში მიმოიხილავთ ამბავს, მაგრამ მაინც მინდა დაუბრუნდა იმ ჩემ კითხვას. გამოდის, რომ თუ რამე ბევრი გვაქვს ეს ყურძენია? ჭარბი წარმოება გვაქვს? მაინც. ეხლა სოფლიო ბაზრის მიხედვით რომ დავალაგოთ, არც თხილი გვაქვს ბევრი, არც თაფლი და არც ყურძენი. მაგრამ ეს ჩვენთვის იმ რეგიონისთვის, ხო, სადაც ყურძენია, თელავის ირგვლივ რაც გურჯანთ, იმისთვის ძირითადი შემოსავალი წყარო. რაოდენობრივად ეს სოფლიო მასშტაბით არ არის დიდი შემოსავალი. სოფლიო კონტექსტში ამას არ გულეს ჩვენთვის ეს როგორც ჩანს, რაკიღა არ გადის და მოკეთ ის ადამიანები, ანუ ღვინის მეწარმეები, ვინც ყიდულობს ყურძენს იმისათვის, რომ ღვინო აწარმოოს და ექსპორტზე გაიტანოს, ამ ყურძენს არ ყიდულობენ, მაშინ ეს ყურძენი რჩება შიდა ბაზრის სამარად და შიდა ბაზარს ამდენი ყურძენი როგორც ჩანს არ ჭირდება. რა თქმა უნდა არ ჭირდება. ეს ხო ის პროდუქტი არის, რომელსაც ბევრს ჭამენ. არ ჭამენ ყურძენს, ბევრს. სვამენ. ხო. წესიერად დაყენებული ღვინო სვამენ. ხო, კაი სიტყვა მომესმა, წესიერად დაყენებული. და იქნებ ამაშიც არის საქმე, რომ ღვინის წარმოებამ საქართველოში გადაუსწრო ყურძნის მოყვანას. კი, არ არის შემთხვევები. ხარ მინდა დავასახელო, მაგრამ საბოლოოდ ცნობილი ფირმების საქონელი შემეძენია მეჩუქები რამოწყალებში და გავხსენ კიდე ღვინოს ამბობ. ჟავა იყო შეგნით. ამიტომ აი დიდი პრობლემაა საერთოდ. რუსეთის ბაზარმა ემბარგოს დროს ასწავლა ქართველებს მოდებთ ჭყალებში ღვინის კარგი. მარტო ჭყალებში გამოდის, რომ კარგი ღვინის დაყენება. ზოგჯერ სულაც არ აქვს ჭყალებში. ხო, როგორც კი დაიწყოს ექსპორტი და გავიდა ერთი წელი, მეორე წელს იქაც წავიდა ფალსიფიკაციის თემა. ამიტომ მე კიდე ერთხელ ეს ამ წუთი ჩვენი და ჩემი გასარჩევი არ არის. ერთ რამეს ვიტყვი ნამდვილად, რომ მე მესმის უზარმაზარი ტკივილი, უფრო მეტ გეტყვით, რომ ეს ცოტა ასე მგონია რაღაც ძალებისგან ინსპირირებულია. იქ უნდა იყოს საღი გონება. იმ მოთხოვნა მეწოდებას სად და არსებულ რეალობას შორის.
თქვენ იმის გაგინდოდათ რომ ტრაგედიაა რომ ბევრი ყურძენი მოვიდა? არა, ტრაგედია არა, უბრალოდ 100-ია მეთქი ვკითხულობ, ხო? სამწუხაროდ ეს ბევრია. მიწოდება რო იზრდება ბუნებრივია. ჩვენ ახლა ჩაგვერთვება ღვინის სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი. გამარჯობა გიორგი, გესმით ჩვენი? მადლობა რომ გვერთვებით. ჩვენ ვცდილობთ ვითარება, რომელიც დღეს შექმნილია, ცალკე თველის, ცალკე მევენახეების, ღვინის წარმოებლების, უკმაყოფილების გამო და სახელმწიფოც და ხელისუფლებაც არ არის მაინც კარგ დღეში ამ ფონზე. შევხედოთ ამას ეკონომიკური კუთხით. თქვენ ბრძანდებით ღვინის პროფესიონალი ეს საქმე იცით კარგად. მინდა გკითხოთ ის რომ ღვინის წარმოებლებს არ უნდათ ყურძნის ჩაბარება. არ უნდათ ყურძნის მიღება, არ უნდათ ყურძნის ყიდვა მევენახეებისგან. ეს ხდება იმის გამო რომ მათ ეს არ ჭირდებათ ამდენი ყურძენი, გასაგებია. მაგრამ საქმე რაოდენობაშია თუ ყურძნის ხარისხშია, ეს მინდა გავიკო. დიახ, ორი მომენტი არის. პირველი არ უნდათ ჩაბარება. მოდი იქიდან დავიწყოთ, ცოტა აჟიოტაჟი ცოტა ზედმეტად არის ატეხილი, ანუ პრობლემები პრინციპში გადამუშავებაზე ფაქტობრივად არ არის. ჩვეულებრივი ძველი არის წელს, როგორც იყო წინა წლებში. სხვაობა რაც არის, მთავარი სხვაობა, ყურძენი ცოტა უფრო გვიან დამწიფდა წელს, ამიტომ რატომღაც ჩათვალა, რომ თვითონ ღვინის კომპანიები არ იბარებენ, არ ყიდულობენ ყურძენს. ხარისხიან ყურძენზე რჩება მოთხოვნა, ანუ მეღვინეები მიიღებენ, თუმცა ეხლა იწყებენ ფაქტობრივად ყურძნის შესყიდვებს, იმიტომ რომ სიმწიფეში ეხლა შემოვიდა და ისიც სიღნაღის და დედოფლის ხაროს რაიონები და გუჯანი იწყებს დამწიფებას, ძირითადად მაინც არ არის. რაოდენობა მოთხოვნა ღვინის კომპანიების მხრიდან შემცირებულია, თუმცა საკმაოდ არის მოთხოვნილება მაინც განსაკუთრებით საფერავზე ვისაუბრებ, იმიტომ რომ ექსპორტი თქვათ იგივე შემცირდა ის ნახევარია შარშანებთან შედარებით, მაგრამ ექსპორტი მაინც უფრო მეტია, ვიდრე იყო 2012 და 2013 და 10 და მანამდე. ასე რომ მოთხოვნილება ასე თუ ისე არის, მაგრამ არის მხოლოდ ხარისხიან ყურძენზე. და გვაქვს მეორე ის, რომ ყურძნის რაოდენობაც გაზრდილია და ხანდახან ხშირად მსგავსად მაღალი ხარისხის არ არის ყურძენი, მაინც განსაკუთრებით ის ყურძენი, რომლის ჩაბარებაც გაუჭირდა მიტინგები რო იყო და გამოსვლები სწორედ ამ ყურძენზე იყო საუბარი. გიორგი, იქნებ როგორც პროფესიონალმა აგვიხსნათ, ბუნებრივია ვინაობათა დასახელების გარეშე. ჩვენ ვიცით, რომ არიან კერძო მცირე კომპანიების ან საოჯახო კომპანიების ფლობელი მეღვინეები, რომელთაც თავიანთი ვენახები აქვთ და სხვისი ყურძნის ყიდვა იმათ არ ჭირდებათ. ძალიან იშვიათად რომ იყიდონ სხვისი ყურძენი. ვენახიც მათია და ღვინის წარმოებაც მათია. მესმის რომ ეს არის ძალიან მცირე საწარმოები, მაგრამ ისიც ვიცი რომ ამ ხალხს არა მარტო ვთქვათ წლევანდელი ან შარშანდელი მოსავლის გაყიდვა არ გაჭირვებიათ, არამედ წინასწარ აქვთ, გაყიდული როგორ შეგულებული ის რომ აი მომავალი 3-4 წლის მოსავალი და ღვინო დაყენებულია მოსავლისაგან გაიყიდებათ აუცილებლად. კლიმატი ყველასთვის ერთია, ამ ხალხისთვისაც და იმათთვისაც, ვინც ყურძენს ვერ ყიდის ჯერჯერობით და არის გაჯავრებული და მოელის სახელმწიფოსგან და ითხოვს კომპენსაციას. მოდი ვთქვათ ერთი რამ. აკლიათ მევენახეთა დიდ ნაწილს, ან არ ვიცი რამხელა ნაწილს განათლება, ცოდნა ჩამორჩებიან ისინი დროს საიმისოდ, რომ მოიყვანონ სწორედ ხარისხიანი ყურძენი, რომლის გაყიდვა პრობლემა არ იქნება და პირიქით იქნება ტაციაობა ამაზე და დიდი მოთხოვნა. ის ვინც ეხლა ითხოვს და ცოტა უჩვეულოა ეს, როცა უსმენ მევენახის მოთხოვნას, რომ ფასი მითხარი, როცა ეს მიმართავს სახელმწიფოს წარმომადგენელს, თუ შენ თვითონ გაახარე ეს ყურძენი, მოიყვანე, შრომა დაახარჯე, დაკრიფე, ხო? ცოტა გასაკვირია რომ ფასის დადება სხვას თხოვ, ფას შენ თვითონ ადებდი ამას. აი ეგეც არ მესმის და იქნებ განმემართოთ რატო ხდება ეგ. კი ბატონო, ცოტა განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს, ან განათლებაზე არ ვიტყოდი, ზოგადად ვენახები აქვს თითქმის ყველა სერიოზულ ღვინის წარმოებელ კომპანიას აქვს საკუთარი ვენახები იმისთვის, რომ კონდეს სტაბილური ხარისხი. ანუ ისინი ორიენტირებულია ხარისხიან ღვინოზე, მას აუცილებლად უნდა კონდეს საკუთარი ვენახი, ან ხანგრძლივი ხელშეკრულება, რაც ჩვენ შემთხვევაში არ არსებობს და ამიტომ, საკუთარი ვენახი, იმიტომ რომ საკუთარი ვენახში ხარისხს მართავს თვითონ მევენახი. მაგრამ ამას გარდა დიდი იქნება თუ პატარა, თითქმის ყველა წარმოებას სჭირდება შესყიდვა დამატებით. და პრინციპში ის არის ხალხი, ვისაც აქვს ხანგრძლივი ურთიერთობები მევენახეებთან და მათ ყურძენს ყიდულობს, ანუ პრინციპში პრობლემა არ არის ხოლმე ამ შემთხვევაში ხარისხის. სამწუხაროდ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან ის მევენახეები, რომლებიც აწარმოებენ ყურძენს
და არიან ორიენტირებული მხოლოდ გაყიდვაზე და ამის შემდეგ ხარისხი ნაკლებად აინტერესებს, ანუ ამ ღვინისგან რა ხარისხის ღვინო დამზადდება, ამ ხურძნისგან ნაკლებად არიან ჩართული და ამ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ბოლო წლებში ისე ადვილად იყიდებოდა ხურძენი, რომ მათ უბრალოდ რაოდენობა გაზარდეს ძალიან წარმოების ხარისხის შემცირების ფასი. და ღვინის წარმოებლებმა ეს ხარისხი ძალიან კარგად იციან, ამიტომ ერიდებიან, არის სოფლები, არის რეგიონები, სადაც უბრალოდ ხურძნის შესყიდვას ერიდებიან ხარისხიანი ღვინის წარმოებლები, იმიტომ რომ იმ ხურძნისგან, იმიტომ რომ ცუდად არის მოყვანილი გიორგი, მე მესმის, თქვენ არ უნდა გთხოვდეთ ამის პასუხს, ანუ თქვენ არ ახართ პასუხისმგებელი ამაზე, მაგრამ უბრალოდ პასუხი მაინტერესებს ამ კითხვას. რა გახდა მაშინ მანამდელი კომუნიკაცია ერთი მხრივ მევენახეებსა და მეორე მხრივ ღვინის ქარხნების პატრონებს და ღვინის წარმოებლებს შორის? თუ კი შეიძლება რომ ადამიანს აუხსნა მას თუ მოხავს ცუდი ხარისხის ხურძენი, ის არ გაიყიდება და ამ დროს აუხსნა, რას ნიშნავს ცუდი ხარისხის ხურძენი, ხო? თუ როგორც ჩანს, ეს ხალხი ეხლა თავს ასე აღიქონს, რომ დადგა ფაქტის წინაშე. მას ეუბნებიან, რომ შენ ცუდი ხურძენი გაქვს და ჩვენ არ ვიყიდით. და მას კი, ავიცი ხა რა წარმოუდგენია, რომ ეს ცუდია, არ არის ცუდი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მასში ბადებს პროტესტს და აქამდე ხო შეიძლებოდა ყოფილიყო რაღაცა კომუნიკაცია და მას გადაიხედა თავის საქმიანობისთვის. ან გამოიცვალა, საერთოდ სხვა საქმე გაეკეთებინა, ან ეს ხურძენი მოეყვანა უკეთ და უკეთესი ხარისხის. მეც მოვედი არ დავასახელებ, არა სახელებს აცვარეს, მაგრამ ჩემი აზრით თავარი მიზეზი ამის არის, რომ ფაქტობრივად ბოლო 10 წელია მევენახეობის დარგი, განსაკუთრებით მევენახეობის დარგი საკმაოდ პოლიტიზირებულია და ბოლომდე ახლაც არ ჯერა მევენახეებს რომ შეიცვალა დრო და რომ უხარისხო ხურძენს არჩევნების მოგების მიზნით არავინ არ მიეხმარება რომ მაინც ჩაბარდეს და მაინც ჩაბარდეს მაღალ ფასად. პრინციპში ეს ალბათ პირველი წელია ბოლო 10 წელს თუ გადავხედავთ რომ ხარისხის ფასი დაიბება ხურძენში, იმიტომ რომ ბოლო წლებში ეს უბრალოდ ის იყო საარჩევნო ხმები და ასე თუ ისე მაინც ახერხებდნენ და იგივე მევენახეებთან კომუნიკაცია წლებია გვაქვს, რა თქმა უნდა ჩვენ სააგენტოსაც და პირად საუბარში ათ ეხლა და ათ ადრე არ ფარავდნენ რომ მათ იმედი აქვს რომ ვიღაცა მაინც მოვა და პოლიტიკური ქულების დაწერის გამო დაეხმარება ხურძნის გაყიდვაში მიუხედავად ხარისხის. და პრინციპში ალბათ ამას ესაც ხედავთ ტელევიზიაში თუ არის ცდელობები. ნუ ეს პოლიტიკური კითხვა არის, მე ამას ვთქვი, ჰაერში დავსვამ, თქვენ არ დაგისვამთ. საინტერესო გამოჩნდება თუ არა პოლიტიკურ ძალა, ვისაც ეყოფა გამბედაობა, უარი თქვას ერთი მხრივ საბიუჯეტო ფულის ხარჯვაზე და მეორე მხრივ ბიზნესის იძულებაზე იყიდოს ის, რაც ამ ბიზნესს არაფერში არ ჭირდება. ჩვენ ხედავთ წინა ხელისუფლების დროსაც მხარეები ყიდულობდნენ ხოლმე, სამხარეო ადმინისტრაციები ყიდულობდნენ ხოლმე ყურძენს და მე რაღაც მათი სახელით არ ვიცი, ყურძენს ამოსდიოდა, იწურებოდა, ღვინო კეთდებოდა თუ რა და შაშან ნახეთ მევენახეების როგორ გინდა ხა. მევენახეების კი ღვინის წარმოებლების დაფინანსება ასევე საბიუჯეტო ფულით. აი წელს რა პირი უჩანს ამას? როგორ გესახებათ, თქვენ არ განკარგავთ საბიუჯეტო თანხებს, მესმის, მაგრამ როგორ გესახებათ აი ამ გაღვივებული უკმაყოფილების დაცხრომა? რა გზით? ანუ თუ გადავხედავთ პრინციპში, წლევანდელი წელი არის გარდამტეხი, შეიძლება ითქვას, რომ უკვე აპრობირებული მეთოდი სუბსიდირებისა ხურძნის შაშა მართალია მეღვინეებზე გაიარა, მაგრამ ეს მაინც მევენახის დახმარება იყო, ზუსტად იგივე იყო რაც წელს. უბრალოდ პირველი ნაბიჯი გადაიდგა ის, რომ არ დაწერდა ხელოვნურად მაღალი ფასი. რომ ფასი განსაზღვროს ხარისხმა. ანუ პირველი ნაბიჯი გადადგმულია. და მომავალ წლებში, რა თქმა უნდა, ჯერ დავაკვირდებით ეს თველი როგორც ჩაივლის ანალიზი გაკეთდება, მაგრამ სურვილი, მოკლედ პოლიტიკა არის ისეთი, რომ ეს ზედმეტი ჩარევა დარგში აღარ მოხდეს. და თუ ამის აუცილებლობა არ იქნება, მე დიდი იმედი მაქვს, რომ გაიცად, გაცილებით ნაკლები იქნება ჩარევა. სვერზე. ყოველთვის პირველი ნაბიჯი გადადგმულია და თუ მოვახერხეთ რომ ეს გავიტანოთ ბოლომდე, ეს მხოლოდ წაადგება დარგს, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია უხარისხიან საშუალო ხარისხიანი ხურძნის აშენებად ღვინით, თუნდაც ახალგაზრდების დათვისება და პრობლემის გადაწყვეტა. ბოლომდე გავიტანოთ რას გულისხმობთ? ანუ გაგრძელდეს ის პოლიტიკა, რაც დაიგეგმა, რომ სახელმწიფო არ ჩაერიოს ფასებში და სუბსიდიაც იყოს მინიმალური, ან თუ საერთოდ არ იქნება საჭიროება, არ იყოს სუბსიდია. გიორგი, ერთი კითხვაც სანამ თქვენ იყავით კერძო სექტორში, როგორ ატყობდით
მე ვენახე, რომელიც არა მარტო თვითონ, არამედ შეიძლება მემკვიდრეობით რამდენიმე თაობაში ან კარგი 2-3 თაობაში მოსდგამს ყურძნის მოყვანა. მას წარმოუდგენია საქმიანობის ტიპის გამოცვლა? ხო თუ ხედავს, რომ ეს არის ერთი მხრივ ძალიან ხარჯიანი სამუშაო, მეორე მხრივ ეს არის მისი უკმაყოფილების წყარო, იმიტომ რომ არასოდეს მიაჩნია რომ არასოდეს საკადრის ანაზღაურებას ამ მოყვანილ ყურძენში ის არ იღებს. ისინი არ ფიქრობენ რომ ზოგიერთი მაინც გამოიცვალონ საქმიანობის ტიპი, რაღაცა სხვა საქმეს ეწიონ, გინდა სოფლის მეურნეობაში, გინდა სხვაგან. არ დაეჭვებულან არასოდეს იმაში, რომ ამდენი ყურძენი ერთი რომ საჭირო არ არის და თან საჭირო არის იმიტომაც რომ ის უხარისხოა. მან ზოგადად ხარისხი, ანუ გადამწყვეტია ხარისხი, თორე ზოგადად ვენახის ქონა არ არის სამგებიანი და პირიქით მომგებიანი არის, თუნდაც იმ შემთხვევაში თუ სუბსიდიები მოიხსნება და ანუ ზოგადად ხარისხთან ყურძენს ყოველთვის ეძლევა მიმართულება. ამას ჭირდება, უბრალოდ ალბათ ცოტა დრო დაჭირდება იმისთვის, რომ მე ვენახე ჩამოყალიბდეს, ანუ ვის უნდა მიყიდოს და რა მიზნით ყურძენი. თუ არ იქნება ჩარევა ფასებში, არ იქნება დადალება, მე ვენახე რაც მეღვინეზე ნუ რაღაც ურთიერთობების, ყოველთვის ახერხებენ ურთიერთობას ერთმანეთში. თავი ანუ ეხლა პოლიტიკური გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს ეს ერთი და რა თქმა უნდა დამსხვილება ეს მეორე მიმართულება იმ შემთხვევაში თუ არ არის მომგებიანი, ან უნდა რომ მეტი მოგება ქონდეს მე ვენახეს ის უნდა დამსხვილდეს და დადოს ალბათ უფრო ხანგრძლივი ურთიერთობები იქონიოს ღვინის წარმოებასთან, ან თვითონ აწარმოოს ღვინო. ასევე არის პროექტი, რომელსაც არის ალბათ მომავალიდან დაიწყება, რომ იმ რეგიონებში, ამ შემთხვევაში დედოფლისწყლის და სიღნაღის რაიონებია ყველაზე რთული, სადაც ფაქტობრივად ღვინის წარმოება ცოტა სხვილი ზომის არ არის. ანუ ამ რეგიონებში რომ გაკეთდეს კოოპერატივი, სადაც მევენახეები თვითონ დაამზადებენ ღვინოს, ანუ თვითონ ნახავენ თუ როგორი ბიზნესია ღვინის ბიზნესი და როგორია ღვინის გაყიდვა და ამ პროექტმა თუ იმუშავა, ჩემი აზრით ძალიან წარადგება ამ რეგიონებს, იმიტომ რომ რეგიონი თვითონ კარგია. აქ ხარისხიანი ყურძენი მოდის, იმიტომ რომ კლიმატი ყველა პირობები არის შექმნილი, მაგრამ თუ მევენახი არ იქნა დაინტერესებული საბოლოო პროდუქტის ხარისხში, ის უბრალოდ არ მოიყვანს ხარისხიან ყურძენს. გასაგებია. და ბოლო კითხვა, გიორგი, რუსეთის ბაზრის ცვალებადობა შაშან გახსნილი იყო, შაშან წინაც წელს ის დაკეტილია, იმიტომ რომ ხო, დაკეტილება შემცირებულია, იმიტომ რომ ეკონომიკური შეჭირვება აქვს. მათი რუბლის კურსი დაცემულია და სხვა. აი ეს რა რიგის, რა მნიშვნელობის ფაქტორია დღევანდელ ვითარებაში? ნაკლებად რუსეთის ბაზარი, ანუ ეს ზოგადად პოლიტიკა არის ესეთი, რომ საქართველოს ღვინო უნდა გადიოდეს რაც შეიძლება მეტ ბაზარზე, რომ არ იყოს დამოკიდებული ერთ რეგიონზე, რომ მიქაური ცვლილებების გამო რაღაც არ იყოს სტაბილური ჩვენი ექსპორტი. რაც ხდება ჩვენი ტრადიციულ ბაზრებზე. რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსეთი და ასე შემდეგ. მაგრამ მაგალითად რომ მათ გახსნილი იყო რუსეთის ბაზარი 2013 წელში, ისაც მოხდა უკრაინაში დღეს, ან ფაქტობრივად 4-ჯერ არის შემცირებული ექსპორტი უკრაინაში, ეს უბრალოდ ძალიან დიდი დათქმა იქნებოდა გარგისთვის. ასე რომ რუსეთმა ამ შემთხვევაში თუნდაც შემცირებულმა დააბალანსა ის, რაც უკრაინა იყო წლების წინ ჩვენი იმპორტიორი ქვეყანა და ზოგადად ამ დივერსიფიკაცია ხშირად ვიმეორებ ამ ტერმინს უკვე ცოტა გაწყვეტილებს, ეს ალბათ ალტერნატივაა, რადგან ჩვენი ის ბაზრები, სადაც ქართული ღვინო კარგად იყიდება, ძალიან კარგი ბაზრებია, მაგრამ ძალიან არასტაბილური ბაზრები და აქ ჩვენ უბრალოდ უძლურებად ვერაფერს ვერ შევხვდით. ანუ აქაც უნდა დარჩეს, რუსეთშიც უნდა გაიყიდოს ჩვენი ღვინო, უკრაინაშიც, ყაზახეთშიც, მაგრამ ახალ ბაზრებზეც უნდა დავიმკვიდროთ ადგილი. ტერმინი გაცვთავოთ თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მისი მნიშვნელობა რამდენმა გაიგო? ოსლოში დადგმა იცის, ახლა დივერსიფიკაციაზე მუშაობა ეს არ არის რაც მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილი, რაც კომპანიების და რაც ექსპერტების. ამაზე მე მგონი არც გამართობთ და დარგი საკმაოდ ეს შეტყობილად მუშაობთ, ანუ უკვე თითქმის ყველა გამოფენაში, ყველა ქვეყანაში ვაქტიურობთ. თან ერთად ყველა წარმოებლები, კონკურენტები ფაქტობრივად ერთად განან ერთ სტენდზე და ერთად აკეთებენ ქართული ღვინის პრომოციას. ასე რომ ამ მიმართულებით მივდივართ და ციფრებსაც დაეწყო, იგივე თქვა 5 ეულში შემოვიდა ისეთ ქვეყნების, ჩვენ საექსპორტო ქვეყნების 5 ეულში არის ჩინეთი და პოლონეთი უკვე. რომელიც თქვა იგივე 5 წლის ან თუნდაც 10 წლის წინადად სტატიკას თუ ავიღოთ, ფაქტობრივად 0 იყო ექსპორტი ამ ქვეყნებში. კი ბატონო, გიორგი, დიდი მადლობა, რომ ჩაერთვეთ პიკის საათში. ჩვენ ვესაუბრეთ გიორგი სამანიშვილს, საქართველოს ღვინის სააგენტოს დირექტორს, უბრუნდებით ჩვენ სტუმარს, ემზარ ჭკერნაიას, საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტს. რამ ხوار გამოიხმაურებოდით რაიმე თი რაც ბატონმა გიორგიმ თქვა?
ერთი რავით ხადია რომ საერთოდ სოფლის მეურნეობა მთლიანობაში რისკიანი საქმეა. ჩვენ შეგვიძლია ბოლო ყველაზე ახალი მაგალითი მოვიყვანოთ, რაც ბრიუსელში ხდება, ეს ხდებოდა გუშინцин. იქ ფერმერები საკმაოდ სერიოზულად აპროტესტებენ რძის ჩასაბარებელ ფასებს. ეგ ძველი ყოველ წელს ხდება ხოლმე მიდიან და რძისღრიან პროტესტის ნიშნად. ეხლა ეს დაუკავშირეს რუსეთში მიქონდათ გაქონდათ პროდუქცია ვერ სანქციებს. იცი არასტაბილურობა ბევრ ამაზეა დამოკიდებული. თაშე ერთ ქვეყანაზე იყოს დამოკიდებული და რუსეთის და უკრაინის და ყაზახეთის გამოხდებოდეს, ხო? ეს ჰოლანდიის გამოხდებოდეს, ან ფილიპინების, ან ჩინეთის. ამიტომ სოფლის მეურნეობა მთლიანობაში რისკიანი საკითხია. მაგრამ აქ ლაპარაკი რაზე რომ იცით როცა ჩვენ უსმენთ ამ ადამიანებს მათი გაცეცხლება შეიძლება აბსოლუტურად გაიგო, იმიტომ რომ მათი ოჯახის ძირითადად შემოსავალი ეს არის. სოფლის მეურნეობის კომერციალიზაცია ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში ზოგადად. აი ამ კუთხით რომ უნდა წავიდეთ ყველაზე კრედიტი ნაბიჯები. ეს არის ერთ-ერთი გამო. არასდროს არ უნდა იყოს წინ გამოწეული სუბსიდირება. აი ამ შემთხვევაში ჩვენ თვითონ უკვე ვაჩვევთ იმას, რასაც მე ვერ ვუკეთებ და იქნება აი ესეთი რეაქცია მოსახლეობის მხრიდან. ძალიან თხილად უნდა მოვეკიდოთ სუბსიდირების თემას, ძალიან თხილად უნდა მოვეკიდოთ იმის დაპირებას, რომ აი თქვენ დაგეხმარებით სუბსიდიის კუთხით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ კომერციალიზაციის კუთხით, სოფლის მეურნეობის კომერციალიზაციის კუთხით. შემოსავლები და ხარჯების დაბალანსება უნდა აუცილებლად ვასწავლოთ პირდაპირ სიტყვით რო გითხრა და თან ერთი რამ კადასტრის საკითხი უნდა გადავწყვიტოთ და რჩევა მივცეთ რომ აი მიწას ასეთ მიწაზე თხილი არ მოვა. ან მოვა უხარისხო და ნაკლები პროდუქტიული იქნება. ასეთ მიწაზე ყურძენი არ მოვა. ან ის ყურძენი ნაკლებ პროდუქტიული, ან ამისთვის არ გამოიყენება. ხარისხიანი. ხო, იმიტომ რომ მეღვინემ უნდა უთხრას მე ჩავებარ იმ შემთხვევაში 29% რო იქნება შაქრიანობა. არა, არ ჩავებარ. იმიტომ რომ ეცოდეს რომ როგორ მიაღწიოს 29%. ახლა კომერციული ინტერესები რაც მოვისმინეთ ჩვენ მეღვინეების და გლეხების განსხვავდება ძალიან. გლეხს უნდა რომ ბევრი წვენი და წყალინი ჩააბაროს, იმას უნდა რომ შაქარი ჩაიბაროს და მათი მორიგება გამორიცხულია. თუ ამას ერთადერთი ორხრივი კონტრაქტი დაარეგულირებს, როგორც კი სახელმწიფო ხელი წაუწდება და დაიწყებს ჩარევას, იქნება ყურძნის ბიზნესი, სხვა ბიზნესი, ასეთ ჩარევას, პირდაპირ ჩარევას, კომერციულ ჩარევას დაიწყებს, იმ წუთში ესეთი პრობლემები გაჩნდება ყველგან. ანუ სახელმწიფო უნდა ასრულოს კონსტიტუციურად პოლიტიკა უნდა შექმნას და ის უნდა არეგულიროს სამეურნეო საქმეები გადააბაროს ბიზნესს. იქნება ეფექტური ქვეყანა. ერთი კითხვაც ჩნდება, როცა თქვენ ლაპარაკობთ კომერციალიზაციაზე სოფლის მეურნეობის, მე მახსენდება რა წილი აქვს სოფლის მეურნეობას საქართველოს ეკონომიკაში, ეს წილი მცირე 10%-ს არ აღემატება, მე მგონი ყოველშაბათი არ აღემატებოდა წლევანდელ წლამდე, ხო? და ამ დროს რა წელი აქვს სოფლის მოსახლეობას საქართველოს დემოგრაფიულ სურათში. ის დაახლოებით ნახევარია და ასეა დიდი ხანია წლების მანძილზეა. შესაბამისად, როცა ასეთი დისბალანსი გაქვს, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ქმნის მთლიანში და პროდუქტის 8-9%-ს, აქ კომერციალიზაციას რო უნდა მიაღწიო. ანუ წარმოების შედეგად მოგებას, ხო? ის რომ სავაჭრო მიმზიდველობა გაუჩნდეს მათ პროდუქციას და თან ისე რომ მათი კეთილდღეობა გაიზარდოს და გამდიდრდნენ, ეს ჯერჯერობით დაუძლეველ ამოცანად მოჩანს. ასეთი დემოგრაფიული სურათის და პროცესი არ ახალია, ეს საკმაოდ ძველი პროცესია. მთელს ევროპაში და კიდევ შეერთებულ შტატებში 3 საუკუნის უკან 2% მოსახლეობის ცხოვრობდა ქალაქად, 98% ცხოვრობდა სოფლად. სოფელი იყო გადამჭი. რიკარდოს ეპოქას ვხსენებ და სმიტის ეპოქას წამოვიდა განვითარება მე-19 საუკუნე ვიქტორიანული ევროპა და იცით უკვე წამოვიდა ეს პროცენტი დღეს პირიქით არის 98% ქალაქში ცხოვრობს და 2-3% ცხოვრობს სოფლად. იცით ეს ამას აკეთებს ტექნიკური განვითარება. ამას აკეთებს თვითონ ცხოვრება. აქ ჩვენ გაჩნია რა თვალსაჩინით განვიხილოთ ამას თუ ამას უყურებთ გამოდევნებას და დაცარელებას მიტოვებას ეს სხვა კატეგორია, მაგრამ თუ განვიხილოთ როგორც ამ მიწების ამ ლატიფუნდების გამშვილებას, სოფლის მეურნეობის უკვე კომერციალიზაციას და მათ ხელშესახებ შედეგამდე მიყვანას, მაშინ ეს დადებითი მომენტია.
ჩვენ გულისკიული დუზახეთო რა ერთი სოფელი არის ძალიან ცნობილი სოფელი ატენი ქართლში აკათში ულამაზესი სოფელი საოცარი რა იყო ღვინო ქონდა სულ რამოდენიმე ოჯახს და თითო ორი ბოცა ესე თქვა ჩვენს ენაზე და ნახევარი სოფელი რო შევხედა დაცარიელებული სამაგერო სოფლის მოცულობამ გამაოცა სოფელი იყო უზარმაზარი ერთი დიდი ქალაქის ხელა რა თქმა უნდა არც მიწაყოფნით იმათი არც შემოსავალი და გული უცრუდება რომ იქ იცხოვროს იქ არაფერი არ ხდება რამის გამოსავალი არის ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია და სამუშაო ადგილების შექმნა საქართველოს კულტურის ერთ-ერთი ყოფილი მინისტრი მოეკიდა ატენში სწორედ მე ნახეობას და თავის ღვინოზე წაყენებს ასხავს ბოთლში და ეს არ არის ქვეყნის გამოსავალი ხო აი ეს ატენზე გამახსენდა საკონდიციონა ეგ არის ქვეყნის გამოსავალი თქვენს GDP-ს ის რო გაგეგრძელებინათ ანატომიის გაშიფრვა უფრო საინტერესო სურათს ნახავთ რომ წარმოებით დაკავებულია ასევე ძალიან მცირე მოცულობა მოსახლეობის. მე მახსოვს რომ 20% ვწდები. 17 წელი. 20%. ვაჭრობით არის გაცილებით მეტი ყველაზე მეტი სახელმწიფო სამსახურში დაკავებული. პატარა ციფრი თქვა არ გვინდა GDP-ის პროცენტები დაახლოებით 650,000 კონტრაქტი დასახმებული ადამიანიდან 350,000 სახელმწიფო სექტორში უზარმაზარი რიცხვი არის. და მასთან დაკავშირებული სტრუქტურაში უზარმაზარი რიცხვი. ანუ აი თვითონ ის რომ 300,000 დასაქმებული და უფრო მეც 250,000 დასაქმებული აცხოვრებს ქვეყანას, იმიტომ რომ ბიუჯეტურ სფეროში მის დასაქმებულებს ღირებულობას რეალურად არ ქმნის ქვეყნისთვის ერთი ჯიბიდან მეორეში გადაგ. აი პრობლემა აქედან იწყება. ძალიან შაგრენის ტყავებით არის ეჯვორდის ყუთია ფინანსების ზენაზე. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ ქვეყანა სამწუხაროდ შენდება, როცა არის თავისუფალი ბაზარი. ეს არის მტკივნეული პროცესი, მაგრამ გადარჩენის ერთადერთი გზა. ერთი კითხვა მსმენელისგან, მადლობთ, გამარჯობა. გამარჯობა ბატონებო. აი რა მაინტერესებდა ეს ბატონ, როდესაც ვამბობთ, რომ სოფელში მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს და აწარმოებს პროდუქციის ასეცალზე მცირეს კეთარქვით კი, მაგრამ აი რო გავიხსენო, მაგრამ რამდენი რესურსები დევს თვითონ ამ სოფელში და სოფლის მეურნეობა თუ არის იმ რესურსამდე განვითარებული ჩვენთან ჩემპიონებში აი მიტოვებულია სოფელში ჩაის პლანტაციები და ქაური ხალხი ჩაის საქმეებს დადის თურქეთში და მე კიდე ჩვენ სადღაც რაღაც ასპეტულო და მაგასამ ჩაის მაგივრა და კიდე რა მაინტერესებდა აი ხო შეიძლება მაგალითად ამ სოფლის მეურნეობისა მოხდეს მექანიზაცია იგივე ქიმიზაცია და თვითონ ელექტროფიკაცია როგორც იყო განვითარების ხო ვინ უნდა მოახდინოს აი მე უნდა წავა ხალხი აქედან ისეთვა რომ ავყაროთ ხალხი და დავასახლოთ თბილისის გარშემო ამით ხო შევდით იგივე მეგაპოლის რომელიც არაფერს არ იქნება დამოკიდებული და ისე არსებობს ყოველთვის და გაყიდე და აი მე შემოწამის საკონიეს იქით ყაზახეთში გადადა მეორე კიდე რა შეიძლება მე ნახობასთან თაგაშაი მაგალითად როდესაც ხოლმე ვინის ფასი განიხსასება მასზე დანახარჯებდა თვითღირებულებას განისაზღვრება კითხვა თუ შეიძლება რა ამიტომ პასუხისთვისაც გვინდა დრო ხო აი როდესაც ღირს თქვა მაგალითად ვინის ფასი ამდენი რადედი შედის მაშინ ვინის ყურძნის ხარჯი და ეს გავიან გაშოთ ახლა და მე თუ მაგალითად წარმოებელს აქვს მეტი მოგება კარგი კითხავთ ხოლმე სმენელს მაგრამ ეს კომის თვალსაზრისი არც ხა ამას რა შეიძლება პასუხო იული სათქმელია რომ მექანიზაცია უნდა მოხდეს მაგრამ პირველ რიგში ღვინის ფასი და ნებისმიერი საქონლის ფასი განისაზღვრება იმით რას იხდიან მასში თუ ჩვენ ვლაპარაკობთ კალკულაციაზე ბუღალტრიულ კალკულაციაზე სხვა თემა საქონლის ფასი ნებისმიერ მათ შორის ღვინის განისაზღვრება იმით რას იხდიან მასში თუ თქვენ დახარჯეთ 10 $, ან ლარი და არაფერი არ გადაიხადა საქონლის ფასია 0. თუ საქონელი არ გაიყიდა, რამდენადაც იყიდება ეს არის მისი ფასი. თქვენ რა დაგიჯდეთ ეს ბაზას არ აინტერესებს და მე ნაკლებად. რა თქმა უნდა ეს მარჟა და თქვენ მოგება ზარალი, უნდა განსაზღვროთ თქვენ, რამდენად გიღებთ, რამდენად უნდა გააკეთოთ, თქვათ გაანაყოფიეროთ შრომა და უფრო მეტი მოსავალი უფრო მიიღოთ ერთ იგივე ზომის მიწაზე და უფრო პროდუქტიული იყოს თქვენი შრომა. ეს დიდი თემა, სოფლიო თემა. პროდუქტიულობა, შრომის პროდუქტიულობა და ეს არა მარტო სოფლად არის. ეს ქალაქად ყველაზე მიღირსეულია და ქვეყნებს შორის ეს ეკონომიკური კატეგორია საკმაოდ სერიოზულია. აი თქვათ, შეერთებული შტატების პროდუქტიულობა გერმანიის პროდუქტიულობაზე 3-ჯერ და მეტჯერ მეტია. ახლა კიდე ერთ ვიტყვი რომ ბადაგონი მე მოვისმენე რომ იაპონიაში ერთ საუკეთესო ღვინო დააღიარეს. იგივე იაპონელების შრომის მოყვარეობა 5-ჯერ ჩამორჩება შტატების შრომის დაყოფერებს. არა და ყველა ქართულს იაპონელები გვინեն შრომის მოყვარე. ეს რთული თემაა შრომის მოყვარეობის შრომის მოყვარეობა და ნაყოფიერება იგივე ნაყოფიერებას გეუბნებით. აქედან გამომდინარე
ის რომ ერთიგივე მიწის ნაკოდზე თქვენ მეტი შემოსავლა მიიღოთ, ეს არის აბსოლუტურად თქვენი ბიზნესი, მაგრამ ზოგადად სახელმწიფო ჩვენ თქვი და ამას არ დავუჭერთ. სახელმწიფოს შეუძლია კონსულტანტის როლი ითამაშოს და აიქიროს კონსულტანტები. ამაზე ქონა ლაპარაკი, ურჩიოს ჯიში, ურჩიოს მოყვანის წესი, ურჩიოს დახმარება და სტანდარტები და ანერგინოს, აი ამაში სახელმწიფოს როლი არსებობს, მაგრამ ეს ვინ უნდა გააკეთოს თქვენ კითხვაზე? რა თქმა უნდა, იმან, ვინც ამას აწარმოებს, წარმომებელი ვინც არის, ვინც შედეგებს მიიღებს. ვისაც ინტერესი. ვისაც ინტერესია. ამას სახელმწიფო ვერ გააკეთებს. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ემზარ ჭკერნაია, საქართველოს ბიზნეს პალატის პრეზიდენტი. ამავე დროს ჩვენ გადაცემაში ერთვებოდა ჩაერთო გიორგი სამანიშვილი, საქართველოს ღვინის სააგენტოს დირექტორი. ნინო რამიშვილი, პროდიუსერი დღევანდელი გადაცემის, ინგა გურგენაძე ხმის რეჟისორი. დავით ბაიჭაძე უწყობოდა პიკის საათს. ნახვამდის, ხვალამდე. საღამოს პიკის საათი. საინფორმაციო ანალიტიკური პროგრამა. დავით ბაიჭაძესთან ერთად.